კოლეგებო, მოგესალმებით. Quorum-ი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს რაც შეეხება, შემოსული არის საქართველოს მთავრობის ინიციატივა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა, ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ჯანდაცვის კომიტეტს განსახილვება. ეცემა ჯანდაცვის კომიტეტს და გვაქვს ხოლმე საორგანიზაციო საკითხები. კერძოდ პირველი და მეორე საკითხი გახლავთ მეგობრობის ჯგუფებთან დაკავშირებით, დასამტკიცებელი გვაქვს შემადგენლობები, წარმოდგენილი აქვს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონი რიმა ბერაძის და ქალბატონი ეკა ჭიჭირაძესთან დაკავშირებით სხვადასხვა მეგობრობის ჯგუფში გაწევრიანების საკითხი, გთხოვთ მხარდაჭერას, მადლობა. მესამე საკითხი გახლავთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე ზოგადი განათლების ცვლილებებთან დაკავშირებით პეტიციის მხარდაჭერა და ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ გადაეცემა განათლების მეცნიერების და ახალგაზრდა საქმეთა კომიტეტს. კი ბატონო, შემდეგ ცნობად ვიღებთ ეუთო საპარლამენტო ასამბლეაში მოდიმოქმედი დელეგაციის ანგარიშს, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ანგარიში, საპარლამენტაშორისო კავშირში წლიური ანგარიში დელეგაციის საქმიანობის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში საქმიანობის ანგარიში, გუამში სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქმიანობის ანგარიში, ასევე მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეაში საქმიანობის ანგარიში, ფრანკოფონიის ასამბლეა, ასევე ასიანის საპარლამენტაშორისო ასამბლეაში ანგარიში და გვაქვს ასევე წარმოდგენილი კორეის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიში. ბოლო საკითხი გახლავთ ლობისტის საქმიანობის ანგარიში, ესეც ინფორმაციისთვის. სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს ხდომა დახურულია.